პროკურორი არ იყო იქ სამწუხაროდ, მე ვიყავ. პროკურორი სხვანაირად მომია, ეხლა გაჩვენებთ მე როგორ დავინახე იქ იმ დღეს განვითარებული მოვლენები. პარლამენტის გვერდზე ერთმანეთისგან აშკარად გამოკვეთილი სამი ხალხის ჯგუფი ვიყავით. ერთი ჯგუფი ვიყავით დემონსტრანტები, რომლებიც ვაპროტესტებდით რუსულ კანონს, მეორე პოლიციელები, რომლებიც აშკარად რაღაცა სტრუქტურულად მოძრაობდნენ, რაღაცა წესების მიხედვით იდგნენ და ხაზად აკეთებდნენ საზღვარს დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის. პოლიციელებთან ზურგზე ეწერათ პოლიცია. აქედანაც თვალნათელი იყო, რომ ეს ადამიანები რაღაცა სტრუქტურის ნაწილები იყვნენ. იყო კიდე მესამე ჯგუფი, რომელსაც ეცვათ შავები და ეკეთათ ნიღბები და უმრავლესობა მაგდანს არ ეკეთათ არც პოლიციის ნომერი, არც პოლიციის წარწერა, არაფერი. მოკლედ ვერ ვხვდებოდი ვინ იყვნენ ესენი. პერიოდულად ეს შავ ნიღბიანი ბანდის წარმომადგენლები გამოეყოფოდნენ პოლიციის კორდონს და ყოველგვარი გაფრთხილის გარეშე იწყებდნენ დემონსტრანტებზე ძალადობას, ფიზიკურ და სიტყვილეს შეურაცხყოფას. ზოგიერთ დემონსტრანტს იჭერდნენ, მიათებდნენ პოლიციის კორდონს უკან და იქ უწყებდნენ შემდეგ მათ გაათვალისწინებას. ზუსტად ნიღბიანი ქმედებამ პირველად იმაზე, რომ ეს ადამიანები მოქმედებდნენ ქაოსურად, უშუალო სიტყვებით გვანძრავდნენ, რაც ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის წარმოუდგენელი იყო პოლიციებისგან ეგეთი არ. მე ჩემს სამოსახლოში პოლიციელი მგონია არის, რომელიც იცავს წესრიგს და რომელიც იცავს სუსტებს და ისეთი გზნობა, როგორც მისვება ხოლმე პოლიციის მიმართ. ცხოვრებაში არასდროს პოლიციის მიმართ არ გამომიჩენია არანაირი პატივცემულობა. ყოველთვის ვთქვი, რომ პატივისცემით მოვეპყრო მათ, მაგრამ ამ ეს ხცევა ჩემში იწევდა პირიქით ისეთი გზნობის გაღვივებას, რომელიც მაიძულებდა ჩემი გვერდზე მყოფები დამეცვა. ეს შავმიწები გადავსულიყავი მეს ჭიდაობაზე და ჯაჭვურზე. და ბავშვები და რაც თამაშობდი და ეს ჯაჭვური და ჭიდაობა ჩემთვის შობაში და ავიდროვი ეგეთ დროს. მიჩვეულა, რომ ჭიდაობაში და ჯაჭვურში ჩემი გუნდელი, თანამებრძოლი, მეგობარი თუ თანამოაზრე დავიცვა. და ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ხელი შემეშალა და მეც რაღაცნაირად ჩავთვლიყავი ამ ჯიკაობაში და ცემარ ყებაში. ბევრს ხელს რომ ეს სუსტები უფრო არ გაელახათ და ზოგს კიდე დემონსტრანტს ჩვენ მხარეს ვაქცევდი. თუ გადახედავთ კადრებს, კარგად ნახავთ, რომ ეს ყველაფერი ასეც მეახლობა სიმართლეა. ზოგიერთ შავლიბასანს იქ ხელში ეჭირა რკინის ჯოხი. რაც არის რკინის ჯოხი პოლიციელზე კიდევ ერთხელ მაეჭვდა, რომ ეს შავლიბასანი რაღაცნაირი ხროვის წევრები იყვნენ და არასდროში ეს ადამიანები არ იყვნენ პოლიციელები. როგორც ქალბატონი პროკურორი იძახის, მე პოლიციელს მუშტი არ ჩავატყი იდავი, რაც მეტყოლებს იმაზე, რომ მოიჯეზოს მიდიოდი ხელის საკვებად და ვიღაც შავნირბოსნის გასწავლად. მე იქ ხელის. მე იქ მივედი გასწავლად. ადამიანები თემი განმავლობაში ჩვენთვის თემი დილა ყოველგვარი გარეშე ტოვებდნენ პოლიციის კორდონს გადაყვნენ და ვიყავდნენ. თემი დილა ეს მიმართ როგორც კი დამას ხარ ციცებოდა დემონსტრანტების ცემა ხება და ზურში დამტვრევა. ამიტომ ნებისმიერ ჩემი მხრიდან და ჩემი თანამოაზრეების მხრიდან როგორც თავდასხმა და იძულებული ვიყავ
დავით რაღაცნაირად თავი დაგვეცვა ყველაფრისგან. რა შეეხება ჩემს იმდენად მოგინა რომ ვიღაცაში ვეშლებოდი. ჩემი მეგობრის ლეპტოპი წაიღეს. ჩემი ბავშვის ელექტროძიძის მოწყობილობა წაიღეს. წავიდნენ ოფისში და მთელი ოფისი უჩერეს. ჩვენ ახალ ტექნოლოგიებზე ვმუშაობთ, ჩვენთვის კომპიუტერები და არ ვიცი, მოსურავისთვის აუზი. აი ეს ტექნიკა პროკურატურამ წაიგო და დააყენეს ხათია. რაც მაძლევს იმის ფიქრის უფლებას, რომ ეს ყველაფერი არის პოლიტიკურად ქალბატონი პროკურორი ასრულებს ვიღაცის დავალებას და მგონია რომ მიზანი მართულად ჩემს მიმართ ხორციელდება და არასწორი არ ვიცი ამას აქვია ქმედება თუ პოლიტიკა. რა შეეხება სამომავლოდ თქვენს გადაწყვეტილებას ამ გონია რომ დაუჯეროთ ქალბატონ პროკურორს ეს შემიქმედება თავდასხმა ქალბატონ პროკურორის ჩვენებიდან და იურიდიულიდანაც რომ მე მაქსიმუმ იმ პოლიციას უშვიდი ხელს აი მაქსიმუმ და ვიყავი გადასული და როგორც ეხლა ტელევიზორში ვნახე პრეზიდენტმა შეიწყალა ადამიანი რომელიც იგივე ქმედება შადიოდა იყო აუცილებლობის ფარგლებში მე აუცილებელი მოგებების ფარგლებში მოქმედებდი მაგიტომაც ვკარი ხელი და პრეზიდენტის შეწყალებული ადამიანი და სასახსნო იგივე ქმედებით არ შეიძლება განსხვავდებოდეს ჩემი ქმედებისგან. ცოტა ბოლოს აუგე. მადლობა.